ეს არის თუთაუნი. გახსოვთ მაღაზიაში რო განვიხილეთ დანები, იქაც იყო ამ ბრენდის რამოდენიმე მოდელი, შავი ფერის ცოტა განსხვავებული იყო. აი ეგ ბრენდია. ამათმა დაიწყეს 1992 წელს აწერია კიდეც სამზარეულოს დანების კეთება და შემდეგ უკვე ბოლო წლებში გადავიდნენ დასაკეთებზე და რაღაც ასწავლებს აკეთებენ. სადაურებიან. ეს ჩინეთში აქვს ქარხანა. თავისი ქარხანა აქვს, იქ არის სულ სამი რეატია, რაიკი და ამათი ქარხანა, რომელიც დანას თავიდან ბოლომდე თვითონ აწყობს და სხვები მერე უკვეთავენ რა, ძირითადად რაღაცებს თვითონ აკეთებენ, რაღაცებს ამათ უკვეთავენ. ესენი არიან, რომელიც ფოლადები მოიგონეს თავისი, თერმოდამუშავება ყველაფერი, რა მოკლედ მაღალი დონის ბრენდია და მაგიტომ წამოვიღო, ფიქრობ რომ თქვენ საქმეში მოგეწონება და ეს საჩუქრად ჩვენგან თქვენ და თქვენს არხს. თქვენი არხიდან ჩვენ არხს. კი ბატონო. შესახედავთ კი ესე ბრუტალური, მსუბუქია. კი, მსუბუქია, მეორე ვერსიაც აქვს უფრო სქელი, მაგრამ ეს ვარჩი ვფიქრობ კარგი ჭრა ექნება და ხორცს და ბოსნეულს არ სჭირდება ეს რაღაც 5 და 6 მმ-იანი. აქ რაღაც ნაწრთობობა ეთყობა. კი, ყველაფერი იდეალურად აქვს გაკეთებული და რავი, ნახოთ საქმე. აი. ვერის. ვარა, მის ხელი გავიჭერი. ბატონო დავით, შენ რა სიტყვეს ედანაზე? აბანახე მოგიხდება? ოღონდ თხილად. მსუბუქია. ხო? აი, ეს გამოვიყენოთ. ეხლა მე თან ვილაპარ, თქვენ ეს რა არის? ეს ბატონო ანას ჩვენთან რო იყო მაღაზიაში მოეწონა ერთი დანა და ისიც საჩუქრად წამოვიღე და ნუ გადავცე მერე რა. დასაკეცი დანა ისეთ შორის. ნახოთ რა. ნახოთ. კი ბატონო. ნახოთ. რა დანა? კაი გემოვნება გონია. ბატონო. მექანიზმა მოხიბლა და დიზაინმა მოეწონა. ბატონო, ეს როგორ იხსნება ესე? კი, პირდაპირ იხსნება. და კნოპკით იკეტება, რბილი მექანიკა აქვს. აი ამით. კილოცა ბატონო. ეს რაღაც სპაიდერკოს გავს. თინეიბლი ქვია ამ ბრენდს, კონსეპტ ნაივსი, ამათი დილერებიც ვარ ჩვენ ამათი წარმომადგენლობა.